Salmegobri კეთილი იყოს თქვენ მოგზანება ჩემს არხზე, მე ნინა ვარ და დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ ორაგულის სპერმის დნმ-ის შესახებ. ოკეი, ძალიან საინტერესო თემაა და განსაკუთრებით აქტუალური ბოლო პერიოდში, რადგან კორეული ბაზარი არის წამყვანი ამ სფეროში და როგორც იცით, დღესდღეობით დასავლურ ბაზარზე კორეული პროდუქცია, კორეული ბრენდები განსაკუთრებით პოპულარულები არიან, ამიტომ არ არის განსაკუთრებული რომ ეს ინგრედიენტიც მოთხოვნადი და პოპულარული გახდა დასავლურ ბაზარზე. ამიტომ მოდით დღეს ერთად გავარკვიოთ რა არის PDR-ნი, შემოკლებით ესე ქვია. რომელი პროდუქტებია განსაკუთრებით პოპულარული დღესდღეობით ბაზარზე, მე რას ვიყენებ, რას ვტესტავ ამ ეტაპზე და ზოგადად რას ვფიქრობ ამ ინგრედიენტის შესახებ. ორაგულის სპერმის დნმ, ანუ პოლიგლუკონოიდები, PN, შემოკლებით. ამ გრძელ სიტყვებს თითოჯერ ვიტყვი ვიდეოში. შემდეგ მხოლოდ შემოკლებებს გავიმეორებ, ამიტომ გავითვალისწინოთ თუ შეიძლება. ესენი არიან დნმ-ის სტრუქტურული კომპონენტები, ასე ვთქვათ, ჩვენი დნმ-ის ბაზა, ანუ პოლი ნიშნავს მრავალს, ბევრს და პლუს ნუკლეოტიდები, ანუ PN პირველი ასოების შემოკლება. რაც შეეხება PDR-ს, ესეც პირველი ასოების შემოკლებაა და ამ შემთხვევაში იგულისხმება პოლიდეზოქსირიბუნუკლეიდები. ერთხელ ვთქვი, მეორეჯერ აღარ გავიმეო. დნმ-ის სტრუქტურული ნაწილის ჰიდროლიზებული ფორმა. ჰიდროლიზებული ნიშნავს დაშლილს. ქიმიურად დაშლილს წვრილ პატარა მოლეკულებად, რის გამოც მათი ინექცია და ზოგადად კანქვეშ ღრმად შეღწევა უფრო მარტივი ხდება. შესაბამისად, ინგრედიენტი უფრო ეფექტური და სწრაფად მოქმედი ხდება, იქიდან გამომდინარე, რომ კანქვეშ უფრო ღრმად აღწევს, უფრო იოლად. მაგალითად, არსებობს ჰიდროლიზებული კოლაგენი, ჰიდროლიზებული ჰიალურონის მჟავა, ჰიდროლიზებული ურია, ზოგადად სკინკეარ პროდუქტებში, კანის მოვლის პროდუქტებში ბევრ ინგრედიენტს ნახავთ, რომელიც ინგრედიენტების სიაში ან პროდუქტის სათაურში სწორედ ესეთი ჰიდროლიზებული და შემდეგ კოლაგენი, პროტეინი და ასე შემდეგ. ჰიდროლიზებული ნიშნავს ყველა შემთხვევაში ერთსა და იმავე რამეს, ანუ მოლეკულურ დონეზე დაშლილ წვრილ პატარა ნაწილაკებად ინგრედიენტს, რომ რაც შეიძლება უფრო ღრმად შეაღწიოს კანქვეშ. ორაგულის სპერმის დნმ-ის შემთხვევაშიც ზუსტად იგულისხმება. PDR-ს ძირითადად იღებენ ან ორაგულის, ან კალმახის დნმ-დან. ორაგულის შემთხვევაში განსაკუთრებულად ეფექტურია და განსაკუთრებულად პოპულარული, იმიტომ რომ ორაგულის დნმ ძალიან გავს ჩვენს ადამიანის დნმ-ს. ეს არის სუფთა, უფერო გელი, რომელსაც ძირითად შემთხვევაში იყენებენ ინექციისთვის. ბევრი პირდაპირ ორაგულის სპერმას ამბობს, რაც არასწორია. ორაგულის სპერმიდან აღებული დნმ, ხანდებს ვამბობ მეორეს. ანუ პირდაპირ სპერმიდან არ იღებენ ამ თეთრ გელს, არამედ სათესლე ჯირკვლებიდან. არ ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია ახლა თქვენთვის ამისი ცოდნა, რამეში დაგეხმარებათ თუ არა, მაგრამ რადგან ვსაუბრობთ ამ თემაზე, მოდით ამასაც მოგიყვებით. ანუ რეალურად სხვაობა არის აი ამ პოლინუკლეოტიდების ჯაჭვის, ანუ ამ დნმ-ის ჯაჭვის სიგრძეში. რაც უფრო გრძელია ეს ჯაჭვი, მით უფრო სტაბილური და მით უფრო ეფექტურია ინგრედიენტი, პროდუქტი. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვისაუბროთ პროდუქტის და ინგრედიენტის ხარისხზე. რადგან როცა ჩვენს კანში რაღაცა ინგრედიენტი შევყავს, თუნდაც ინექციის ფორმით, ჩვენი მეტაბოლიზმი მარტივად შლის ამ გარედან მიწოდებულ ინგრედიენტებს. მაგრამ რაც უფრო გრძელი ჯაჭვი აქვს ამ ინგრედიენტს, რაც უფრო სტაბილურია, უფრო მეტი დრო სჭირდება ჩვენს მეტაბოლიზმს, ჩვენს ორგანიზმს, რომ დაშალოს ესა თუ ის ინგრედიენტი. იგივე ეხება მაგალითად ფილერებს, იგივე ეხება ბოტოქსს. ანუ ერთი და იგივე პროცედურის დროს, ერთი და იგივე რაოდენობით გამოყენებული, ერთი და იგივე ინგრედიენტი ზუსტად შეიძლება ერთის ორგანიზმში უფრო სწრაფად დაიშალოს და უფრო მალე მოუწიოს პროცედურის განმეორება, ვიდრე მეორეს ორგანიზმში. ზუსტად ჩვენს მეტაბოლიზმზეა ეს დამოკიდებული, რამდენად სწრაფად შლის ჩვენს კანქვეშ შეყვანილ სხვადასხვა ინექციებს ჩვენივე ორგანიზმი, ჩვენი მეტაბოლიზმი. PDR-ნი დასავლურ ბაზარზე ბოლო 1 წლის განმავლობაში გახდა განსაკუთრებით პოპულარული და ესეთი შთაბეჭდილება მექნება, რომ თითქოს დაახალი ინგრედიენტის შესახებ საუბრობთ, მაშინ როცა კორეულ ბაზარზე დაახლოებით 7 წლის წინ იყო ეს ინგრედიენტი ახალი თემა და ინოვაციური თემა. მართალია დროსთან ერთად კიდევ უფრო მეტად დაიხვეწა, მაშინ უფრო სალონური მომსახურების ინექციის ინგრედიენტად ითვლებოდა და ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა სკინკეარ კოსმეტიკურმა ბრენდებმა გადმოიტანეს, ასე ვთქვათ, სახის მოვლის საშუალებებში და უფრო ხელმისაწვდომი გახადეს, მაგრამ
არც ისეთი ახალი თემის შესახებ ვსაუბრობთ. მის ინექციას რაც შეეხება, კოსმეტიკურ მომსახურებაზე რო ვისაუბროთ, მის ინექცირება შეიძლება მოხდეს უფრო კანის ზედაპირზე. ამას ხშირად იღებენ ხოლმე სხვადასხვა კლინიკებისთვის, რეკლამებში, ფოტოებში უფრო ხშირად ნახავთ ხოლმე, იმიტომ რომ თვალისთვის უფრო ხილვადი პროცესია, ანუ უფრო ზედაპირულად შეყვანა პედიერნის კანქვეშ. ზედაპირულად შეყვანილი ინექცია არის უფრო კანის მდგომარეობის, კანის ზედაპირის ხილვადობის გასაუმჯობესებლად, ასე ვთქვათ, კანის ხარისხის გასაუმჯობესებლად. ხოლო უფრო ღრმად კანქვეშ შეყვანილი ინექცია ემსახურება უჯრედთა შორისი სივრცის აღდგენას. ანუ ბევრად უფრო ღრმა მოქმედების არის. ამ პედიერნის ინექციებს ასევე მაგალითად ძვლის სტრუქტურის შესაცვლელადაც კი იყენებენ. ინექცია რეალურად შეიძლება გაკეთდეს სხეულის ნებისმიერ ადგილზე, სახეზე, დეკოლტეზე, ხელებზე, ყველგან, სადაც ასე ვთქვათ, ასაკის ნიშნები პირველად ჩნდება კანზე, ანუ ანტიასაკობრივი დანიშნულებით, სადაც შეიძლება რომ გამოვიყენოთ, ასე ვთქვათ. ყველაზე ხშირად გამოიყენება შემდეგი ეფექტისთვის, შემდეგი დანიშნულებით: კანის სიმშრალე, გაუმშრალი კანი, აჭრელებული კანი, პიგმენტაცია, ლაქები, აი რაზეც ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე კანის ტონის ერთიან ფერში მოყვანა, რომ უფრო ცოცხალი, უფრო ენერგიული, უფრო ახალგაზრდული ელფერი ეძლევა კანს. მაგალითად, რისთვისაც აი ინგრედიენტებს რო შევადარო, რისთვისაც მაგალითად C ვიტამინს, ასკორბინის მსჯავრას ან ნიაცინამიდს გამოვიყენებდით თავის მოვლის რუტინაში, დაახლოებით შედარება რო გავაკეთოთ. ასევე გამოიყენება ნაწიბურების შესავსებად, ჩაღრმავებების შესავსებად და გასასწორებლად კანის ზედაპირზე. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ პედიერნის ინექციები ვერ ანაცვლებენ დერმაფილერებს, მაგალითად ჰიალურონის დერმაფილერს. ამისი ჩანაცვლება პედიერნის ინექციით ვერ ხდება. ანუ ჰიალურონის დერმაფილერებს, როგორც იცით, მოცულობისთვის იყენებენ ხოლმე. მაგის ინექციას იკეთებენ კანქვეშ მოცულობის აღსადგენად კანზე. მაგალითად, თვალების ქვეშ ჩაღრმავებების შესავსებად, ლოყების შესავსებად, კანის სახისთვის მეტი სტრუქტურის მისაცემად. პედიერნის ინექციებს მსგავსი ეფექტი არ აქვს. ანუ ჯერ იყენებ, თქვათ, დერმაფილერს მოცულობისთვის, სტრუქტურისთვის და შემდეგ კანის უშუალოდ კანის სტრუქტურის ზედაპირის გასაუმჯობესებლად, იბატონო, შემდეგ ვიყენებთ პედიერნის ინექციებს. როგორც პროფესიონალები ამბობენ, რამოდენიმე სხვადასხვა პროფესიონალს მოусმინე, რომელსაც ვენდობი სხვათა შორის და მათ რეკომენდაციებს ვენდობი, რამდენი ინექცია დაგჭირდება, ეს ძალიან ინდივიდუალურია. ინდივიდუალური კონსულტაციის შემდეგ უნდა გადაწყვიტოს პროფესიონალმა და ძალიან არის შენი კანის მდგომარეობაზე დამოკიდებული, ანუ რა ეტაპზე, რა მდგომარეობაზე იწყებ ამ ინექციებით. ზოგადად რომ თქვათ 2-3 ინექცია არის მინიმალური ნორმა. ხოლო შემდეგ ეფექტის შესანარჩუნებლად 6-7 თვეში ერთხელ უნდა მოხდეს განმეორებით ინექცია. სხვათა შორის ამ პროფესიონალებს ვისაც ვუსმენდი, რაც ახსენეს, რა შედარებაც გააკეთეს, მაგალითად დერმაფილერი ვახსენეთ, დერმაფილერებთან შედარებით პედიერნის ინექციები უფრო წვის შეგრძნებას იწვევენ ინექციის დროს, ანუ პროცედურა ოდნავ უფრო მტკივნეულია, ვიდრე მაგალითად დერმაფილერის დროს, დერმაფილერის გამოყენების შეშვების დროს კანქვეშ, რადგან დერმაფილერებისგან განსხვავებით ეს ადგილობრივი ანესთეზიის ეფექტი, ანუ ეს ლიდოკაინი, რაც დამატებულია, ეს არ აქვს პედიერნს, იმიტომ რომ როგორც ჩანს pH ბალანსი პედიერნის ბევრად უფრო მგრძნობიარე თემა არის, ვიდრე დერმაფილერებთან, ამიტომ მასში რაღაცა დანამატების ადგილობრივი ანესთეზიის ეფექტის მისაღებად, ისე როგორც მათ ლიდოკაინია, ამისი დამატება ფორმულაციაში არ ხდება. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ თუ ალერგიული ხართ, ეს თქვენთვის არ არის, მაგალითად არ ვიცი, თევზის პროდუქტებზე თუ ალერგიული ხართ, ეს ვეგანური ინგრედიენტი არ არის. პედიერნს იღებენ თევზის სპერმის დნმ-დან, ამიტომ როგორც ფილერის ფორმით, ისე ზედაპირულ გამოყენებაზეც მაინც ფრთხილად ვიქნებოდი, არ ვიცი, რამ თელ სახეზე წაისმევთ ყოველ შემთხვევაში დატესტეთ მაინც. ანუ თუ ალერგიული ხართ, რა თქმა უნდა, თქვენთვის არა. რაც შეეხება ტოპიკური ანუ ზედაპირული გამოყენების სახლის პირობებში პროდუქტებს, რომლებიც ამ ინგრედიენტით არის დამზადებული, ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რასაც ისედაც ვიცნობთ, როცა სახლის პირობებში პროდუქტებს და კოსმეტოლოგიურ მომსახურებებს ვადარებთ ერთმანეთს, შეწოვა. რამდენად კარგად შეიწოვს, რამდენად ღრმად შეიწოვს ჩვენი კანი, ასე ზედაპირულად წასმულ ამ ინგრედიენტს, რამდენად ღრმად აღწევს კანქვეშ და რამდენად ეფექტურია შესაბამისად, ანუ ფორმულაციაც თავიდან რამდენად ეფექტურია, რა პროცენტული მაჩვენებლით არის პროდუქტში, არის თუ არა თერაპიულ ზღვარში. ეს კითხვები რაც ისედაც გვიჩნდება, მაგალითად, როცა რეტინოლზე ვსაუბრობთ, C ვიტამინზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაშიც, ამ აქტიური ინგრედიენტის შემთხვევაში ზუსტად იგივე კითხვები არის რეალურად, რამდენად ეფექტურია და რამდენად ღრმად შეიწოვება ასე ზედაპირულად წასმული პროდუქტი პედიერნის შემცველობით. მაგალითად, 0.1%
10% არის მინიმალური ზღვარი. ეგაა უკვე მინიმუმი, როცა თერაპიულ ზღვარს ეხება საქმე. თუ არ აწერია პროდუქტს, რა პროცენტული მაჩვენებლით არის PDR-ის შიგნით, არ გადავიხდით თანხას, არ დავკარგავთ დროს, იმიტომ რომ რეალურად არ იცით რას იღებთ. შეიძლება რა თქმა უნდა ბევრი სხვა საინტერესო კარგი ინგრედიენტი იყოს პროდუქტში და იმის გამოყიდულობდეთ პროდუქტს და PDR-ი უბრალოდ ასე ვთქვათ დანამატი იყოს შიგნით და ამ შემთხვევაში რა პრობლემაა თუ უშუალოდ მაგაში არ იხდით ფულს, მაგრამ თუ PDR-ის გამოყიდულობთ პროდუქტს, მნიშვნელოვანია იცოდეთ რა პროცენტული მაჩვენებლით არის ეს ინგრედიენტი შიგნით, იმიტომ რომ 0.1%-იც კი მცირე დაბალი პროცენტული მაჩვენებლით არის ხოლმე პროდუქტებში, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ არ მოტყველდეთ. რამოდენიმე პროდუქტი მინდა ვახსენო, პირველ რიგში ანუას ვახსენებ, ანუას PDR პლუს ჰიალურონი, სოთაშორის ამ პროდუქტის შესახებ Instagram-ზე უკვე გესაუბრეთ, პატარა რევიუ მქონდა, დაახლოებით 1 თვეა უკვე რაც ვიყენებ ამ პროდუქტს, დაახლოებით 1 კვირის გამოყენება დარჩა კიდე შიგნით, 30 მლ-იანი შეფუთვით არის, გახსნიდან 6 თვე აქვს და შესაძლო გამაღიზიანებლების გარეშეა, შეიცავს 3% ჰიალურონის მსჯავრას, 11 სხვადასხვა მოლეკულური ზომის ჰიალურონის მსჯავრას, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა მოლეკულური ზომის ჰიალურონის მსჯავრები სხვადასხვა ფენებზე ატენიანებენ კანს და სხვადასხვა სიღრმეებში აღწევენ კან ქვეშ, ასე ვთქვათ. ასევე ჰიდროლიზებულ კოლაგენს შეიცავს. ისეთ რომ კოლაგენი საკმაოდ დიდი მოლეკულაა და ხმად ვერ აღწევს ახსკანში, ამიტომ ისედაც ვერ ხდება ეს თემა, რომ კოლაგენმა ჩაანაცვლოს ერთ-ერთში ის კოლაგენი, რაც ჩვენ ბუნებრივად გვაქვს კანში. ჰიდროლიზებული ცოტა უფრო აუნჯობესებს ამ პროცესს, რადგან მოლეკულას შლიან ქიმიურად, როგორც ვთქვით და ეხმარება კოლაგენს, რომ უფრო ხმად შეაღწიოს კან ქვეშ. დღეში ორჯერ შეგიძლიათ გამოიყენოთ დილა-საღამოს რუტინაში. არ ვიცი, $28-დან ნახავთ ზოგიერთ საიტებზე, $15-დან დაწყებული, $28 დამთავრებული გააჩნია სატყიდულობთ ევროებში, დოლარში, სხვადასხვა ფასებში ნახავთ. PDR-ს რაც შეეხება 0.1% PDR-ია შიგნით და ორაგულის სპერმის DNA-ია შიგნით, ანუ ეს ვეგანური ფორმულაცია არ არის, ორიგინალ პროდუქტს იყენებენ შიგნით, მაგრამ გაითვალისწინოთ, რომ 0.1% არის მინიმალური ზღვარი, ანუ ეს ისეთი პროდუქტია, რომელსაც ნამდვილად უნდა მიყვეთ, გამოიყენოთ, რომ შედეგი დაინახოთ. ჩემთვის ყველაზე საინტერესო და სასიამოვნო რაც იყო ამ პროდუქტისგან არის საოცარი გლოუ აქვს. საოცარ გლოუს გაძლევს, მშრალი კანი თუ გაქვთ, გამომშრალი კანი თუ გაქვთ, მგზნობიარი კანი თუ გაქვთ, დარწმუნებული ვარ ძალიან მოგეწონება, ძალიან სასიამოვნო გამოსაყენებელი შრატია. თავიდან ესეთი წყლის ტექსტურით ჩამოდის პიპეტიდან, კანზე დატანის შემდეგ ოდნავ უფრო ბლანდ ტექსტურაში გადადის და ძალიან სასიამოვნო გლოუ ბზინვარე ეფექტს გიტოვებთ კანზე. მაგ მხრივ ძალიან მომეწონა, როგორც დილის, ისე საღამოს რუტინაში, ნაირი პრობლემა არ აქვს სხვა ინგრედიენტებთან, რეთინოლთანაც გამომიყენებია, პილინგის ზემოდანაც გამომიყენებია, SPF-ის ქვეშ, დამატენიანებლის ქვეშ, მაკიაჟის ქვეშ არ იქერცლება, მარტივად შეიწოვება, მარტივად შრება კანზე და ძალიან სასიამოვნო გლოუს ტოვებს. ჩემი აზრით, უფრო მშრალი, ნორმალური, სიმშრალისკენ მიდრეკილი კანისთვის არის კარგი არჩევანი ვიდრე კომბოცხიმიანი კანისთვის, ტექსტურიდან გამომდინარე და რა თქმა უნდა იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ უყვარს ან არ უნდა არავეგანური ფორმულაციის გამოყენება, თქვენთვის რა თქმა უნდა არ არის. თქვენთვის შეიძლება იყოს ვიტის პროდუქცია, რადგან ვიტი ვეგანურ PDR-ს იყენებს. ეხლა გავარკვიოთ ეს თემა. ამ წუთას ვისაუბრეთ ორაგულის სპერმის DNA-ის შესახებ. ესაა ორიგინალი პროდუქცია, ესაა ის PDR-ი, რასაც ვიცნობთ, რაზეც აი ეს კოსმეტიკური საშუალებები და ფილერები და ინექციები და რაზეც ვისაუბრეთ, ეს არის ეს ორიგინალი ინგრედიენტი. თუმცა, ადამიანებისთვის, რომლებსაც არ უნდათ, რომ ცხოველური პროდუქტები გამოიყენონ თავის მოვლის პროდუქციაში, ბრენდებმა, რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, შეეცადნენ, რომ მცენარეულ ექსტრაქტებზე დაყრდნობით გამოიყვანონ მცენარეული ექსტრაქტებიდან ეს DNM-ის ნაწილი. ბაზა, რომ ჩაანაცვლონ, ასე ვთქვათ, ეს ცხოველური პროდუქტი. მაგრამ აქვე ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ის კვლევები, რაც გვაქვს, ის კარგი რაღაცები, რასაც ამ ინგრედიენტის შესახებ ვიცნობთ, გვაქვს ორიგინალი პროდუქტის შესახებ, ანუ ორაგულის DNM-დან მიღებული PDR-ის შესახებ და არა მცენარეული ექსტრაქტებიდან მიღებული PDR-ის შესახებ. ამიტომ, კარგად დააკვირდით, რას ყიდულობთ და რაში იხდით ფულს. პირველ რიგში ის, რომ თერაპიულ ზღვარშია მინიმუმ 0.1, სხვადასხვა 0.3% უკვე მაღალ პროცენტულ მაჩვენებლად ითვლება, როცა PDR-ს ეხება საქმე, ორიგინალ PDR-ს ერთ-ერთი კორეული სააფთიაქო ბრენდია, რომელსაც 0.3%-იანი კრემი აქვს PDR-ის შემცველობით და ბოლო 1 წელიწადია ყველგან ამოყიდულია. ხალხი ჩასაფრებულია თვეების განმავლობაში რომ იყიდოთ. 0.3%-იან შემცველობაზე ეგეთი ამბავი ატეხი. ამიტომ კარგად დააკვირდით, რას ყიდიან, რა აწერია, რა რეკლამაა და რაში იხდით ფულს. ორიგინალ პროდუქტში თუ მცენარეული ექსტრაქტის ალტერნატივაში. მცენარეული ექსტრაქტების ალტერნატივასთან თუ გინდათ დარჩეთ, მაშინ ვიტი თქვენ საუკეთესო მეგობარი იქნება ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი პროდუქტები აქვთ, მთელი ხაზი აქვთ ვეგანური PDR-ის ბაზისზე დამზადებული პროდუქტებით და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჯინსენის PDR-ს ეხება საქმე, ჯინსენის ფესვიდან მიღებულ DNM-ს, რა თქმა უნდა. ვეგანური პოლიმერები უკვე, პოლიმერების ვეგანური ვერსია, ანუ რიდლ შოტების ვერსიაც აქვთ, ვეგანური ფორმულაციის, მაგალითად ესენცია, რომელსაც ამ პროდუქტზე უნდა გითხრათ სხვათა შორის 10% აწერია Z.
და რო წავიკითხე ეს 10%, ნუ ვიცოდი რომ ვიტის ვეგანური ფორმულაცია აქვს, მაგრამ ეს 10% მაინც ძალიან მომხდა თვალში, იმიტომ რომ მეთქი ანუ sodium DNA ესე არის ინგრედიენტის სახელი. ამ სახელით, ანუ PDR-ის სახელით არ შეგხვდებათ ინგრედიენტების სახელი, ან sodium DNA ქვია. ამ ინგრედიენტს ეძებთ ინგრედიენტების სიაში თუ გინდათ რომ იპოვოთ PDR. რო მოვძებნე ინგრედიენტების სიაში, ანუ ოკეი, ginseng-ის ფესვის ექსტრაქტი მეორე თუ მესამე, მგონი მეორეა უკვე ინგრედიენტების სიაში და კი ბატონო, ჯერ ანამდვილად რომ 10%-ის შესახებ ვსაუბრობთ. მაგრამ ქვემოთ რო ჩამოვყევი, აქეთ სუსუ ბოლოსკენ დავინახე sodium DNA. ეგა რეალური DNA-ის პროცენტული მაჩვენებელი პოლიმერების პროცენტული მაჩვენებელი პროდუქტში. ანუ მე ესე გავიგე ამბავი. ანუ ლაბორატორიიდან არ მაქვს პირდაპირ ეს წერილობითი ფორმით დამოწმებული, ამიტომ ცოტა ისე მიიღეთ, მაგრამ ჩემს აზრს გიზიარებთ. მე ვფიქრობ, 10% იგულისხმება, რომ 10% ginseng-ის ფესვის ექსტრაქტიდან გამოიღეს PDR-ნი და ქვემოთ რა წერია, ეგ არის რეალური PDR-ის პროცენტული მაჩვენებელი, რაც შეიძლება რომ 10% ginseng-ის ფესვის ექსტრაქტიდან მიიღო. ანუ 10% ginseng-ის ფესვის ექსტრაქტია შეგნის და იქედან მიღებული შემდეგ გამოყვანილი რეალური sodium DNA არის ქვემოთ ინგრედიენტების სიაში. ანუ ორივეს ხედავთ ინგრედიენტებში. მე ეს ასე დამნახე, რომ გამორიცხულია 10%-ის, ანუ 10% PDR-ნი რომ მიიღო, იმ რაოდენობის ginseng-ი დაგჭირდებათ მაგ პროცენტის მისაღებად, რომ გამორიცხულია ვიღაცა $30 მოგყიდოთ. გამორიცხულია. ამიტომ ცოტა ესეთი მარკეტინგული ხრიკია, ამიტომ გაითვალისწინეთ, ძალიან გთხოვთ მიაქციეთ მაგას ყურადღება, ეს 10% რო იცოდეთ ზუსტად რა იგულისხმება მაგ 10%-ში ვიტისგან ცოტა არ ველოდებოდი ეგეთ მარკეტინგულ ხრიკს, მაგრამ ნუ ხო, ოკეი. მე ასე ვხედავ ამ თემას, იმიტომ რომ ვერავინ დამაჯერებს ვერაფრით, რომ მაგაში 10% PDR-ნია, შეგიძლიათ როცა ნომთელს 3%-ზე ორიგინალზე თან, ვეგანურზე და მცენარის ექსტრაქტზე კი არა. ორიგინალზე ხალხი ერთი წელიწადია რიგში დგას, რომ როგორმე შეიძინა. მაგას ვერავინ დამაჯერებს. შემდეგ პოპულარული ბრენდი, რომელსაც PDR-ნი აქვს, არის Medicube. მათი PDN Pink Peptide სერუმი, ვარდისფერი შრატი. აქაც არ ვსაუბრობთ ორიგინალი PDN-ის შესახებ, აქაც ვეგანური ფორმულაციის შესახებ ვსაუბრობთ და ამ შემთხვევაში PDN-ი გამოყვანილი აქვთ ვარდის ექსტრაქტით. ანუ ორი აქვთ. ეს კიდე ცალკე თემა. ერთი აქვთ ორაგულის და ერთი აქვთ ვარდის. ორივეს ვარდისფერი შეფუთვები აქვთ. კარგად უნდა დააკვირდეთ და წაიკითხოთ ზედ რა წერია. ვეგანური და არავეგანური რო გაარჩიოთ ერთმანეთისგან. მე ანუ ვარდის ექსტრაქტი. თქვენ თვითონ დაგუგლეთ. თუ რაიმეს ნახავთ, რომელიმე სამედიცინო ჟურნალში, რომელიმე ბოლო კვლევას დამოუკიდებელ ლაბორატორიის შემდეგ სადაც წერია, რომ ვარდის ექსტრაქტიდან გამოყვანილი PDR-ნი რამე ეფექტს იძლევა განზე, მეც გამიზიარეთ დიდი ზემოვნებით, მე გადავქეკე თუ კი რაიმეს გადაქეკვა და მოძებნა შეიძლებოდა სამ სხვადასხვა ენაზე. არც არაფერი არ არის. გარდა იმისა, რასაც Medicube თვითონ ამბობს ბრენდი თავის პროდუქტზე და მოკლედ, ამიტომ ეგ არის უბრალოდ ჰიდრაციისთვის. ვარდის ექსტრაქტით ვეგანური, რომელიც არის ეგ ჰიდრაციისთვის. მაგაში ძვირი არ გადაიხადოთ, ეგ ხა ჰიალურონის მჟავაში რასაც გადაიხდიდით, დაახლოებით ეგრე ანგარიშეთ მაგის ფასი. მაგაში ძვირი არ გადაიხადოთ. ჩემი აზრით ჯობია რომ ფასისთვის რეალური PDR-ნი იყიდოთ. ან მაინც ginseng-ი კიდე მირჩევნია ვარდის ექსტრაქტს. რეალური ანტიასაკობრივი თვისებები მაინც აქვს ginseng-ს. ანუ ტექსტურა შეიძლება სასწაული იყოს, ძალიან სასიამოვნო პარფიუმირებული იქნება, ხა ვარდით წარმომიდგენია, მაგრამ თუმცა პეპტიდების კომპლექსი აქვს შიგნით კარგი. პეპტიდების კომპლექსი ეს ასეამნო ფუმფულა ეფექტს მოგცემთ კანზე. მე ვფიქრობ იმ ეფექტს, რასაც ზოგადად მოგცემთ პროდუქტი, პეპტიდების დამსახურება უფრო იქნება, ვიდრე ვარდის ექსტრაქტიდან გამოღებული PDR-ის, მაგრამ ოკეი, $22 ორჯერ დავფიქრდებოდი, სანამ მაგაში ფულს გადავიხდები. რაც ძალიან მინდა რომ დავტესტო და მომისმენია კარგი რაღაცეები სხვათა შორის, მაგრამ ჯერ სანამ მე თვითონ არ დავტესტავ, ეხა ერთი და იგივე რამოდენიმე ერთი და იგივე ინგრედიენტის ერთად გატესტო არ მინდოდა, იმიტომ რომ მე ვერ გაიგებ რა ეფექტს იძლევა. Genobel ესეთი კორეული ბრენდი არის და მათი PDR-ის ხაზის დატესტვა მინდა ძალიან. ამპულა აქვთ, ტონერი, აქ რეალური ორაგულის დნმ-ის შესახებ საუბრობთ. პროცენტულ მაჩვენებლებზე ერთს რაც 10% უწერიათ, მეორეზე 1% უნდა დავაკვირდეთ, წავიკითხოს რეალურად საიდან მოდის ეგ. მე როგორც ხვდები 0.1% და 0.01%-ით აქვთ ძირითადად პროდუქტებში, მაგრამ უნდა დავტესტო, მაგრამ მთელი ხაზი აქვთ საინტერესო პროდუქტებით, თან ორიგინალი
პიდიერნით და ეგის ხაზია, რომელიც ასე ვთქვათ, გონებაში მაქვს და გეგმებში, რომ შემდეგი ეგ მინდა გავტესტო. მოკლედ, რა შემიძლია გითხრათ საბოლოოდ ამ ინგრედიენტის შესახებ? საინტერესო ინგრედიენტია, იცით რომ მე სიახლებისთვის ყოველთვის ძალიან ღია ვარ და ყოველთვის ძალიან მაინტერესებს, როცა რაღაცა ესეთი ახალი, ინოვაციური, საინტერესო ინგრედიენტები გადმოდის სახლის პირობებში გამოსაყენებელი პროდუქტების შემცველობაში და ყოველთვის მაინტერესებს, აბა ახალი რა არის, აბა შემდეგი რა არის. უბრალოდ თემა ის არის, რომ ძალიან რეკლამის მსხვერპლი არ უნდა გავხდეთ, ძალიან მარკეტინგის მსხვერპლი არ უნდა გავხდეთ. არავითარ შემთხვევაში არ შეადაროთ ეს სახლის პირობებში ინგრედიენტები სალონურ მომსახურებას და იმ ინექციებს, რასაც პროფესიონალურად იღებთ კლინიკაში თუ სალონში თუ სადაც იქნება, იმიტომ რომ ეს ამის ერთ-ერთი განმოყვანა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ეგ არავის არ დაუჯეროთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ კარგი დანამატია. რატომაც არა, თუნდაც ჰიდრაციისთვის, თუნდაც იმ გლოუსთვის, იმ სირბილისთვის, მარაჩვეულებრივი ტექსტურისთვის, რასაც აძლევს ეს ინგრედიენტი, თუნდაც ამ პროდუქტს. გავიგეთ რომ ჰიალურონი კარგია, გავიგეთ რომ გლიცერინი კარგია, მაგრამ რატომაც არა, თუ უფრო მეტი საინტერესო ინგრედიენტი გვექნება, მაგას რა ჯობია, თან რაც უფრო მეტი ბრენდი გამოიტანს ამ ინგრედიენტით პროდუქტებს ბაზარზე, ფასიც უფრო დაიწევს და უფრო მეტი ადამიანისთვის გახდება ხელმისაწვდომი, კიდევ უფრო უკეთესი. ეხლა ცოტა პიკშია, შესაბამისად ფასებიც ცოტა. მაგრამ მე ვფიქრობ რომ ნელ-ნელა რაც უფრო მეტი ბრენდი გამოვა ბაზარზე ამ ინგრედიენტით, ფასებიც უფრო ქვემოთ წამოვა. ჩემს კანს მოეწონა, მოუხდა, მე ხა რაღაცა განსაკუთრებული პიგმენტაცია არა მაქვს. ყოველდღიურ რუტინაში რეტინოლს ვიყენებ, პილინგს ვიყენებ, შესაბამისად ვერ გეტყვით ახლა რომ აი რაღაცა ნახეთ ასე მქონდა კანი და ამ პროდუქტმა აი აქამდე მოიყვანა რაღაცა ესეთის თქმა არ შემიძლია, თუმცა ცუცაც ვერაფერს ვერ ვიტყვი. ძალიან სასიამოვნო გამოსაყენებელი შარი იყო. ძალიან ვისიამოვნე. და სიამოვნებით გავაგრძელებ ამ ინგრედიენტით სხვა ბრენდებისგან, სხვა ხაზების და პროდუქტების დატესტვას. კარგი, მეგობრებო, დღევანდელი ვიდეოსთვის სულ ეს იყო. იმედი მაქვს, რომ საინტერესო ვიდეო გამოგვივიდა. თუ გაქვთ რაიმე პროდუქტები, ბრენდები ამ ინგრედიენტით, რომელსაც იყენებთ, მოგწონთ და რეკომენდაციას გაუწევდით, სიამოვნებით შეგვიხმიანეთ კომენტარების სექციაში. თუ სხვა ინგრედიენტების შესახებ ასეთივე დეტალური ვიდეოები გაინტერესებთ, არაერთ ვიდეოს იპოვით ამ არხზე, თელს პლეილისტ დაგიტოვებთ ვიდეოს ბოლოს. ერთ ვიდეოს YouTube-ის ალგორითმიც შეარჩევს თქვენთვის, თქვენს ნახვებზე დაყრდნობით და თუ დრო გაქვთ სიამოვნებით გააგრძელეთ ყურება. არ დაგასწრებთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, ამით ძალიან ეხმარებით ჩემს არხს და ყველას ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. დღესთვის კიდევ სულ ეს იყო. დიდი მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით და გნახავთ ჩემს შემდეგ ვიდეოში. ჩაო.